ეს ისლამისტები უბრალოდ გაანადგურა დებატებში. ტომი რობინსონმა ოქსფორდის კავშირში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დებატების ცენტრია, განხილვის თემა იყო: აქვს თუ არა დასავლეთს უფლება ეჭვის თვალით შეხედოს ისლამს? და მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო გითხრათ რა მოხდა ამ დებატებში, გულწრფელად გეუბნებით მეგობრებო, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს თავად, რადგან სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაც იქ მოხდა. სტივენ იაქსლი ლენონი, რომელსაც მისი ხულიგნები ტომი რობინსონს ეძახიან, სტივენ გარეთ ბრბუა, რომელიც აჯანყებულია, შენს წინააღმდეგ დღეს ღამით და რომ არა მუსლიმი, პალესტინელი პრეზიდენტის დაცვა და გულხობა და უმეტესად სამხრეთაზიური აღმასრულებელი კომიტეტის მხარდაჭერა საკმაოდ თუ ვერ გაიგეთ, რაც ახლა მოხდა, ის ტრიბუნაზე დგას და მსჯელობს, უნდა ეჭობდეს თუ არა დასავლეთი ისლამს. და ტომი რობინსონს უთხრა, რომ გარეთ მყოფი ისლამისტი მომიტინგეები სინამდვილეში მას ავნებდნენ. ღმერთო ჩემო, ამაზე სულელური არაფერია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სულელები არიან. მადლობა ღმერთს, რომ მათ, ვინც პასუხობდა, მართლაც წარმოუდგენლად ჭკვიანები იყვნენ. ამ დებატებიდან ზოგიერთი მომენტი გაგაოცებთ. მათ ყველაფერი გააკეთეს, სიტყვით ყველაფერი, რომ დაემტკიცებინათ, რომ ისლამი არის. ნამდვილი. ვერ ვიტყვი ამას YouTube-ზე მეგობრებო. უნდა ნახოთ ეს. უბრალოდ უნდა ნახოთ ეს. მოგესალმებით Pushback-ში, მე ვარ იარა კეი, თქვენი წამყვანი. მიყვარს კარგი დებატის მომენტი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს, როცა დებატების მონაწილეები თავად ქმნიან პრობლემებს და არგუმენტებს ჩვენთვის. ანუ, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი ეჭვით განწყობილი. არა, არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ არიან ისინი ყველა აქ გარეთ. ცდილობენ შეგაშინონ და მოხარშონ ამ ახალგაზრდა გოგოს თქმით. მაგრამ მხოლოდ ასეთი მომენტები არის, რამაც ეს ახალგაზრდა გოგოსთვის ეს მომენტი უკვე სკანდალურად გახადა. მე არც კი ვიცი მისი სახელი. მხოლოდ ამ კლიპზე 8.5 მილიონი ნახვა აქვს. და კიდევ 10 მილიონი ადამიანი უყურებს და ამბობს, შეიძლება ის ფაქტი, რომ პირდაპირ ეუბნება მას, რომ საფრთხეშია, ისლამისთვის კარგი იმიჯი არ არის. ანუ ვინ იფიქრებდა ამას, მაგრამ ეს რა არის? ეს მართლა კარგია. 52% სავალდებულო ჰალალია. კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანია ამაში სიტყვის თავისუფლება. ასე რომ მოდით ესეც ვთქვათ, ხომ ასეა? 68% ბრიტანელი მუსლიმისა თვლის, რომ არც ერთ საჯარო should publish pictures of Muhammad. უზარმაზარი უმრავლესობაა. ეს მაჩვენებელი იზრდება. ეს მაჩვენებელი 87%-მდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ 10-დან 9 მუსლიმი, რომლებიც დღეს ქუჩაში დადიან ქვეყანაში, რომელმაც მკაცრად უარი თქვა ღვთისმმობელობის კანონებზე, ეჭვის საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის. დასავლეთმა უნდა გაუწიოს ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა ისლამს სიტყვის თავისუფლების დაცვის საფუძველზე. აი ასეა საქმე. ამ კარიკატურით ხომ ასეა და დროა. ვაჩვენო, რომ არ დავემორჩილები შორეული ადგილების რელიგიურ კანონებს. ეხლა ჩემმა ცოლმა მთხოვა არ მეჩვენებინა ეს, რადგან ეშინოდა, რომ ჩემს ოჯახში ამას შედეგები მოხვდებოდა. მაგრამ მე უთხარი, რომ თუ ამას არ გავაკეთებდი, უკვე დავმორჩილდებოდი ისლამს. ასე რომ აქ ვართ. საკმარისი არ არის ის, რომ ამ დებატებზე მოსაწვევი გუნდის ნახევარი მუსლიმი ქალი იყო, რომლებსაც სუდად მოესმინეთ თქვენი აზრი და არგუმენტები. საკმარისი არ არის ის, რომ მე როგორც მუსლიმი პრეზიდენტი მოგითვიეთ ამ დარბაზში, რათა წარმოგეჩინათ თქვენი არგუმენტები. ეს არ არის საკმარისი დასაბუთება და მტკიცებულება იმისთვის, რომ დაიჯეროთ ჩვენ ნამდვილად უჯერა სიტყვის თავისუფლების. მე არ გავხდებოდი თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი პრეზიდენტი, თუ კი ასე ამჯეროდა. მადლობ საყვარელო, კარგი. შეიძლება, დიდი მადლობა. ქვეყანას უნდა გადაწყვიტოს, რომ არა. ისინი პანიკაში არიან, ისინი თავზარდაცემულები არიან, რომ ის აჩვენებს მუჰამედის სურათს. თავზარდაცემულები. რადგან წარდგენილია წესრიგის საკითხი, მოვისმენ შემდეგ გამომსვლას. ტიპი ხანი არა სამ დარბაზში ვიყოფებოდი და წესები ზეპირად ვიცოდი თემთა პალატაში. და ჩვენ თემთა პალატაზე ვიღებთ მაგალითს. რეკვიზიტების გამოყენება არ შეიძლება. მაინტერესებს იგივე წესი მოქმედებს თუ არა ოქსფორდის კავშირში რეკვიზიტებზე. მადლობა ზუხტი პატივცემულ ბატონს მის მიერ დაყენებული წესრიგის საკითხისთვის. ბოდიშკიხდით ერთი წამით. არ არსებობის შემთხვევაში, არ არსებობის შემთხვევაში. ერთი წუთით. ბატონო პრეზიდენტო, მე ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტიც აყენებს წესრიგის საკითხს. ახლა გამახსენდა დრო, როცა მეორე რიგში იყო სუმცილე, ჩემი შეცდომა მაიკლამდე, სანამ დაიწყებოდა რომ აკრძალვა არ გაგრძელდა და დგომიათ რომ ისრაელს მოუწევდა დაბრუნება. მადლობთ. ხო, სწორია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ არა, ესეთი წესი უბრალოდ არ არსებობს. მე ვაპირებ მივიღო გადაწყვეტილება წესრიგის საკითხზე. პარლამენტის რეგლამენტში არ არსებობს აკრძალვა რეკვიზიტების გამოყენებაზე. თუმცა ბატონ ფოქს ურჩევდი გააკეთოს თავისი შენიშვნა და გააგრძელოს. მე ვიყავი სანამ წესრიგის საკითხი არ დადგა. ასე რომ სწორედ ამ განწყობით არ ვაპირებ წარმოვადგინო ეს თქვენთვის როგორც ინგლისელი, რომელსაც სიტყვის თავისუფლების ჯერა ისჯერა.
არ დავემორჩილები. ადავიხრები. მის ვერ გაიგეთ, ეს არის ინგლისელი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევიზიანი მიახენა და ძალიან პროისლამურია. ფიქრობ, ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმ აზრს, რასაც ვცდილობდი გადმომეცა. ამ კონვერტში ცხოვრობდა შენი შიში. შენი შიში ისლამის მიმართ და იმის მიმართ, რას გაგიკეთებს ისლამი, როცა გააბრაზებ მის ძალიან გრძნობიარე ცის ჯადოქარს. და რაც ამ ოთახში ცხოვრობდა, ეს არის ჯანმრთელი, ბრწყინვალე და ღირსეული ბრიტანული ტრადიცია ისლამისადმი სკეპტიციზმისა. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ წინადადებას. დიდი მადლობა. გულისხმობ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უფრო უხერხული მომენტი ვიდრე ეს? არა. მართლა ვიდეოში შეგეძლო გეგრძნო დადაბულობა. თითქოს, არ გააკეთო. თითქოს ისლამისტები ამას ვერ გაუძლებენ. უბრალოდ ვერ გაუძლებენ. რა მოხდება, გთხოვა არ გააკეთო. თანაც ის არ აპირებდა ამის ჩვენებას. უბრალოდ ყველას ახსენებდა, თითქოს გონიათ, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობს. გონიათ ამ ხალხს აქვს სიტყვის თავისუფლება? არა. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება. რა ხდება? უბრალოდ შეგახსენებთ, როგორ დაიწყო ამ ხალმა ეს დებატი, მაგრამ მოდი გადავიდეთ დებატის ზოგიერთ საკითხზე, რადგან ის მართლა ძალიან კარგი იყო. ჯონათანიც იყო სკარადოდი, წმინდა. ვიცი რატომაც ვარ სკარადოდი. და მან საოცარი რამ გააკეთა. 6 კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოქსფორდის კავშირმა პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებდა ჩემს ივნისის დებატის სიტყვას. სრული ვიდეო ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ? მიუხედავად იმისა, რომ დებატის მათი საკუთარი ვიდეო და ნამუნარიდები სხვაგან გამოჩნდა, ძლიერ დამუშავებული. ჩემი საკუთარი სიტყვა თავად გადავირე კავშირის თანხმობით, როგორც სადაზღვეო პოლისი და სარეზერვო ვერსია. ამიტომ თავად ვაქვეყნებ. მათ უნდა გამოაქვეყნონ მთელი დებატი. დასავლეთი ისლამის მიმართ ეჭვით უნდა იყოს განწყობილი. ან როცა ჯონათანმა წინა დებატებში გაიმარჯვა, მათ ვიდეო არ აუტვირთავთ. ეშინოდათ ვიდეოს გაზიარება, რადგან მან ძალიან კარგად იასპარეზა. ამიტომაც მან თქვა, არა, ამჯერად მე თვითონ გადავიღებ ვიდეოს. მინდა რამდენიმე საკითხი გამოვყო, რაც მეორე მხარისგან მოვისმინეთ. მათი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, როგორც ჩანს, ისაა, რომ ვინც რამე ცუდი გააკეთა ისლამის სახელით, სინამდვილეში მუსლიმი არ ყოფილა, ან არ ასრულებდა ისლამის ნამდვილი წმინდა წერილის მითითებებს. ცხადია, ეს აბსურდია. და მართლაც, ისინი ურწმუნოები არიან. მაგრამ იმ ადამიანებისთვისაც კი ისლამს საკმაოდ ბოროტი მოპრობა აქვს განკუთვნილი. ასე რომ, მხოლოდ ამ საფუძველზე ისლამის ურწმუნოებისთვის მე ვიკითხავდი, უნდა ვიყოთ თუ არა მის მიმართ ეჭვით განწყობილი. და უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი პრეზიდენტს მისი სტუმართმოყვარეობისთვის, რომ დღეს აქ მოგვიწვია. მაქვს პატივისცემა მის მიმართ, რომ ეს დებატი გამართა. ის ასევე შესანიშნავი მასპინძელი იყო ბახშამზე. წინა ჯერზე თითქმის გარეთ დამსვეს, მაგრამ ამჯერად საპატიო მაბიდასთან დამსვა. მართლაც, მან ღვინოც შემონთავაზა. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ალას ღვინო დაწკევლილი ჰქონდა. მისი მსმელი, მისი მიმწოდებელი, მისი გამყიდველი, მისი მყიდველი, მისი მწურავი. და ის ვისთვისაც ის იწურება, ის ვინც ატარებს და ის ვისაც მიაქვს. ასე რომ იმედი მაქვს, ის მაინც მუსლიმად ითვლება, რადგან მისი ისლამის ვერსია ბევრად უფრო სასიამოვნო ჟღერდა, ვიდრე ის, რომელსაც ჩვენგან ბევრი იცნობს. 5 წუთით ადრე, სანამ სალმან ადიმ ააფეთქებდა თავის ბომბს და 22 ადამიანს მოკლავდა არიანა გრანდეს კონცერტზე მანჩესტერის არენაზე, ის შენიშნა ქაილ ლოულერმა, 18 წლის უსაფრთხოების თანამშრომელმა. და აფეთქების შემდეგ ქაილმა გამოძიებას უთხრა. უბრალოდ ცუდი წინადგზნობა მქონდა მას. ქაილს ეჭვი ჰქონდა, მაგრამ მან არაფერი გააკეთა. განგაში არ აუტეხია. რატო? აი რა თქვა მან. არ უწოდი რა უნდა გამეკეთებინა. ეს უთხრა გამოძიებას. და იმის გამო რომ არ დამბრალებოდა რასიზმი ან სიძულვილი, დავიბენი. 22 ადამიანი დაიღუპა. ეს გაკვეთილია ეჭვის უგულებელ ყოფაზე. და ეს გაკვეთილი დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა ისწავლოს. არა, მადლობა. ამ კვირაში მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან და კოლეგებისგან ზარები მივიღე. ზოგმა მომიწონა ჩემი სიმამაცე, სხვებმა კი ეჭქვეშ დააყენეს ჩემი გონიერება, რომ აქ დავბრუნდი და ერთმა ორმა მთხოვა, დღეს თქვენთან არ მესაუბრა. რატომ? როგორ შეიძლება სჭირდებოდეს სიმამაცე სტუდენტურ სადებატო საზოგადოებაში გამოსვლას? რატომ იქნებოდა ჩემი უსაფრთხოებისთვის უგუნური მუსლიმი ქალის მიწვევით დებატებში მონაწილეობა ორ მუსლიმ მამაკაცთან და ერთ მოჩვენებით ვიქტორიანელ კათოლიკე რაინსთან? ჩვენ ყველამ ვიცით რატომაც. რაც მეც ნიშნავს. ჰო, ვიქტორია. ჩვენ ყველამ ვიცით რატომ. That's why there's quite a lot of security here. It's why ჰაეში რაღაც მუხტი იგრძნობა. აი რატომაც ამ დებატებმა მედიის ყურადღება მიიპყრო, მანამდეც კი სანამ დაიწყებოდა. ეს ისლამის გამოა. ეხლა მე მუსლიმი არ ვარ. სული გამჭვირვალობისთვის გეტყვით, რომ ებრაელი და ბრიკანელი ვარ. ასე რომ მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ მუსლიმების სახელით ვილაპარაკო ან თქვა, რას ფიქრობენ, გძნობენ ან სწამთ ინდივიდუალურ მუსლიმებს. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ყურანის აიათებზე და ჰადისებზე ვიკამათო. მე დღეს აქ ვარ, რომ ამ დებატების მეორე მხარე დასავლური ღირებულებები წარმოვადგინო. მე აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა ისლამი ჩვენს ხოვრებაში. მინდოდა რომ აქ არ ყოფილიყავი. განსაკუთრებით ამ დროს. არ მინდა ამ თემაზე კიდევ საუბარი, არ მინდა ისლამზე საუბარი. ეს ჩემი რწმენა არ არის, არ ჩემი იდეოლოგია. მაგრამ ისევ და ისევ, ეს ჩემს თავზე გადამხდა. შემოვიდა ჩემს ხოვრებაში, თქვენს ხოვრებებშიც. არასდროს არ მომიგდენიან, ეს რაც არ უნდა თქვან გარეთ ადამიანები.
ამ დებატში ერთადერთი ადამიანი, ვინც ფიზიკურ მუქარებს მიმართა, იქ იყო. არა. გმადლობთ. მე მოტივირებული ვარ სიყვარულით. სიყვარული თავისუფლებისადმი, სიყვარული სიცოცხლისადმი, სიყვარული დებატებისადმი, დისკუსიისადმი, სიყვარული დასავლეთისადმი. იცით ისეთი კარგი გამოსვლაა, რომ კამერის წინ როცა ხარ, საერთოდ გავიწყდება რამე თქვა, რადგან ვაუ. დასავლეთი არის ცივილიზაცია უჩი თავისუფლებისაბისა და უშიშარი სიმართლის თმის. და სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ. ხშირად ვეკითხები ხალხს, რა იყო მათი პირველი შეგნებული მოგონება ისლამის შესახებ. ჩემთვის ეს იყო მაშინ, როცა 8 ან 9 წლის ბავშვი ვიყავი და სალმან რუშდიმ გამოაქვეყნა სატანური ლექსები. ამის შემდეგ მოხდა ისლამური რისხვის გლობალური აფეთქება. ქუჩებში წიგნების დათვა, სიკვდილის ფათვა აიათოლა ხომეინისგან და ტერორის კვალი, რომელიც 10 წლეულებსა და საზღვრებს გასცდა. გულისხმობ ხალხო, წადით და მოусმინეთ ამას, მაგრამ კიდევ არის რაღაცა. კარგი, კიდევ არის რაღაცა. ეს მხოლოდ ის არ არის. თქვენ ასევე ყავთ ტომი რობინსონი. მოემზადეთ. ყველაფერი გაიხსნება. პირველ რიგში მინდა ვქვა, რომ ბევრად მეჩვენა ინგლისის თამაშის ყურება ვიდრე ატყობნა ამ საღამოს. მე უბრალოდ იმიტომ მოვედი აქ, რომ ავახის ამ ღონისძიებაზე გამოხატვის თავისუფლებისადმი ერთგულება დავინახე. ვიცი რომ თქვენ სრულიად საპირისპირო შეხედულებები გაქვთ ჩვენთან შედარებით, მაგრამ ვიცი რომ ადამიანები შეიძლება დამპატიჟოს ადმე, ისე რომ არ იცოდნენ რას შეეჯახებიან. ასე რომ სულად მაქვს გაცნობიერებული რა რეაქციაც მოხვება ამას, მაგრამ გილოცავთ გამოხატვის თავისუფლების დაცვას და სწორედ ამიტომ მოვედი დღეს. ასევე მინდა მივუძოთ ოიშას მისი პირველი შესანიშნავი გამოსვლა. დავწუხარ რომ შენი ოჯახი დღეს აქ არ არის რომ ეს ენახათ. მაგრამ ისინი ვინც მათ გარეთ დაესხნენ თავს, ჩემი მხარდამჭერები არ იყვნენ. არც ისინი არიან ჩემი მხარდამჭერები, ვინც აუზაუს ქმის, ან ანგრევს ადგილს და პოლიციელებს ესხმის თავს. არც ჩვენი მხარის მხარდამჭერები არიან. ეს თქვენი მხარის მხარდამჭერებია, ვინც გარეთ ქაოს ქმის. ასე რომ სანამ ისვანზე ვისაუბრებთ, ძალიან მინდა დავუჯერო ის, რასაც იაკობი და ამ პანელის სხვა წევრები ფიქრობენ, რომ ისლამს ეთვითავენ და უყურებდეთ. იაკობ, შენ ოლქში 480 მუსლიმი ცხოვრობს. ეს არის 0.5%. ალბათ ვეც კი იპოვი მუსლიმს. 3 მეჩეთია, მთავარი კი ბათის უნივერსიტეტშია. მე ლუტონის ქალაქიდან ვარ. ჩვენ ყავს 80,000 მუსლიმი. 45 მეჩეთი მოსახლეობის 33%. საკუთარ თავს ვკითხე, რატო უნდა გვეუბნებოდეს არამუსლიმი რომელიმეს, რომ არ უნდა გქონდეს HV ისლამის მიმართ. ეს გონდა იაკობს არ უწევს ცხოვრება თავისი კატასტროფული პოლიტიკის შედეგებთან ერთად. სხვათა შორის ეს ის ბიჭია სურათიდან. ხო. Deploy. და ასეთი პოლიტიკისა და შეხედულებების ფუფუნება მხოლოდ ელიტას თუ შეუძლია. ასე რომ ეს არის ისლამი. ჯერ უნდა ვუყურებდეთ ჩვენ დასავლეთი მას ეჭვით, მინდა ნათლად ვანვარტო რა არის ისლამი. რადგან ის არ არის ის, რასაც თქვენგან რომელიმე ამბობს. ის არ არის ის, რასაც მე ვამბობ. ის არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს. და ის არ არის ის, რასაც თქვენი მეგობარი ელილი მამი, თქვენი ტაქსის მძღოლი, ან ბატონი ანდაუსია გადაწყვეტს რომ არის. ისლამი განსაზღვრულია ყურანში. მუსლიმები რომლებიც მიიჩნევენ რომ ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, დაწერილი ზეცაში, მარადიულ წიგნში და გამოცხადებული მუჰამედის მე-7 საუკუნეში. და ეს არის სუნა. შესანიშნავი ქცევის ნიმუში, ან ზნეობრივი სრულყოფილების ამაღლებული სტანდარტი, როგორც ეს განსაზღვრულია ჰადისებში, სადაც აღწერილია მუჰამედის სიტყვები, ქმედებები და დუმილით გამოხატული მოწონება ან უარყოფა, ასევე მის ბიოგრაფიაში. და საერთოდ მთელი ეს იდეა ეფუძნება იმას, რომ მუჰამედი არის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რადგან ყურანი ასე ამბობს, ხოლო ყურანი ღმერთის სიტყვაა, რადგან მუჰამედი ასე ამბობს. ამიტომ საერთო საფუძვლის ძიება. მე აქ ჭუბისთვის არ მოსუვარ, მიუხედავად იმისა, რასაც ყველა ფიქრობს. ყველგან არის მივიდივარ, ყველას კონია რომ ჭუბი მინდა. მე უბრალოდ საერთო საფუძვლის პოვნა მინდა. საერთო საფუძვლის პოვნა ისლამთან, მუჰამედმა ნაჯახის ქრისტიანებს უთხრა, მოდით შევთანხმდეთ სიტყვაზე, რომელიც სამართლიანია ჩვენსა და თქვენ შორის, რომ არავის მეთაყვანოთ ალლაჰის გარდა და არავის გაუთანაბროთ მას. ასე რომ ისლამი თავს წარმოადგენს როგორც რელიგიას, რომელსაც სურს საერთო ენის პოვნა სვებთან. შევთანხმდეთ ამბობდა მუჰამედი, მოდით ვიპოვოთ საერთო ენა. აქ საერთო არაფერია, ხო ასეა? მაგრამ ეს არის არავის გაუთანაბრო მას. ეს არის თავარი. ისლამი ამბობს რომ სურს საერთო ენა, მაგრამ ეს საერთო ენა უნდა იყოს ისლამი. ქრისტიანებმა უნდა უარყონ რომ იესო არის ღვთის ძე, თანაზიარი. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს. მოდი ვეძებოთ საერთო ენა. კარგი, ეს არის ის რაც გვინდა ვიპოვოთ. მე მინახავს როგორ მუშაობს ეს. და ბოლოს იმდენ კითხვაზე უპასუხებ, რამდენიც გინდათ. უბრალოდ დავამთავრებ ჩემს სიტყვას. აქ თქვენგან რამდენი ხართ გეი? სიამოვნებაში ხელისაწევა არ არის საჭირო. კარგი? ყურანში ლუთის ისტორიით ჰომოსექსუალობა დაგმობილია და ისლამური სამართლის 5 ძირითადი სკოლისგან 4 მიიჩნევს რომ ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს. შეიძლება მე დავასრულებ ჩემს სიტყვას. სიამოვნებაში 24 ქვეყანაში, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, ჰომოსექსუალობა კრიმინალურად ისჯება, მაგრამ 8 ქვეყანაში ეს სიკვდილით ისჯება. მაინტერესებს თუ გეი ხარ, შეიძლება ამის მიმართ ცოტა ეჭვით იყო განწყობილი. ეს ხდება ავღანეთში, ირანში, ყატარში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იემენში. იქ კლავენ იმის გამო რომ გეი ხარ. ვინ აპროტესტებს ამას? როცა ამ ქვეყნების სახელმწიფო წარმომადგენლები, ამ თავებები ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, ვინ აპროტესტებს? უბრალოდ მინდა დავასრულო ეს. პრეზიდენტო, სარდგენილია პროცედურული საკითხი. ცინა გამოსვლელთან დაახლოების მიხედვით და მეთანხმებით რომ ბევრი დადასტურება დაგჭირდება. როგორც არ უნდა იყოს. უწყვეტად. ისევ და ისევ. ბრწყინვალეა, საოცარია, საინტერესო. შემეძლო მთელი დღე თქვენთან ერთად მეყურებინა ამისთვის. როგორც ალბათ იცით, მე ასე მოვიქცევი, მე ვუყურებ ამას. და თქვენც უნდა განაგრძოთ ყურება, რადგან როგორც კი დებატები დაიწყება, ყველაფერი ნათელი ხდება. იმდენად გამჭვირვალეთ ნათელია, ვინ არის მართალი. გულისხმობ, ჩვენ სინამდვილეში მეორე მხარეს არ მოусმენეთ, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ტომი რობინსონს ემუქრებოდნენ. გინდათ ვიდეოს ნაწილი გაჩვენოთ. კარგი გაჩვენებთ. აი ის ბიჭი, რომელსაც ლოურენს ფოქსი დასცინოდა. მე მეგონა, რომ ბრიტანეთის პოლიტიკის მემარჯვენე მხარის მკაცრ ადამიანებს უპირისპირდებოდა.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეპუტაცია, რომ არიან მკაცრები, პირდაპირები და ძლიერ პატრიოტები და აღმოჩნდა, რომ ისინი პატარა, შეშინებული, მშიშარა არსებები არიან, რადგან მათ არ აქვთ თავდაჯერებულობა. ამის ნაცვლად ისინი სახლში სხედან ღამით და ნერვიულობენ. რელიგიის თავისუფლება, იდეების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, რომელთაგან რელიგიის თავისუფლება უნდა იყოს არსებითი, გაგხვდა და ძლიერები. ეს სულაც არ არის მკაცრი მარჯვენა მხარე. როგორც ჩანს, ესენი არიან სასოწარკვეთილი ძველი მემარცხენეები და მე დავიწყე ფიქრი ერთ კარიკატურაზე, რომელიც აქ მაქვს ამ კონვერტში. ბრიტანელი მუსლიმების 78% მიიჩნევს, რომ არც ერთმა გამოცემამ არ უნდა გამოაქვეყნოს მუჰამედის სურათები ქვეყანაში, რომელმაც აბსოლუტურად გააუქმა ღვთისმგობელობის კანონები. ასე რომ აქ ვართ ამ კარიკატურასთან ერთად. ხომ ასეა და დროა. ვაჩვენო რომ არ დავემორჩილები. ვგულისხმობ ეს უბრალოდ სისულელია. პირდაპირ მნიშვნელობით სისულელია. შეხედე განსხვავებას მის არგუმენტებსა და ჩვენს რეაქციას შორის, როცა ტომის ვეუბნებოდით. რას ლაპარაკობ? შეგვიძლია მაინც შევთანხმდეთ ომის თყვეების, მათ შორის ახალგაზრდა ბიჭების სიკვდილით დასჯა. ებრაელებისა და ქრისტიანების ეთნიკური თმენედის განხორციელება ამ მიწებიდან, ან პატარა ბავშვზე დაქორწინება და მასთან სქესობრივი კავშირი, როცა მუჰამედი 59 წლის იყო. შეგვიძლია მაინც დღეს შევთანხმდეთ. მუჰამედი არ ყოფილა და არც არის კაცობრიობისთვის სრულყოფილი მაგალითი, არც ზნეობრივი სრულყოფილების ამაღლებული ნიმუში. პირიქითაც კი. ბიჭებო, ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ როცა ამას უყურებ და ხედავ, რამდენად ნათელი და ზუსტია, იცით რა მოხდა საბოლოოდ? ისანი წააგეს. ისლამისტმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ ხალხი ასე ძალიან შეშინებულია. თუ ვიდათ უკეთესი მაგალითი იმისა, რამდენად შეშინებულია ხალხი, აი ეს არის. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის.